გომეს, არ ფიქრობ, რომ ჩვენ სახს რათაც აკლია? კუთხეებში კიდევ უფრო მეტობობის ქსელს დავამატებდი. თითქოს ვიღაც სხვების სახლია და არა ადამიანების. შენ, ჩემს აზრებს კითხულობ. რატომ გამოიყურები დღეს განსაკუთრებულად გაბრაზებულად? მაგალითად არ მომწონს ის ფაქტი, რომ დღისით სკოლაში მიწევს სიარული. ამ ქალაქში ღამის სკოლები არ არის. ეს აქ ხშირი არ არის. და მე ბავშვებთან თამაშობ, რა წამებაა და არ სურთ ექსპერიმენტების ჩატარება, გომბეშუების დაჭერა და პობის შესწავლა. კარგი, აბა იქ რასაკეთებენ? დაჭერობანს თამაშობენ. ვისთან? მორიელებთან თუ გეპარდებთან? არა, სხვა ბავშვებთან. რა მოსაწყენია? დარწმუნებული ვარ, ნამდვილ მეგობარს იპოვი Wednesday. გამარჯობა, დიახ, გომესადამსი გისმენთ. რა? ორ დღეში? საშინელი ამბებია. კარგი, გელოდებით. ვის ველოდებით გომეს? საოცარი ამბავი გვაქვს მორტიცია. შორეული ნათესავი გვესტუმრება. თავისინებით მოდის? ვინ არის ეს მამაკაცი? ჩვენი მეათე ბიძაშვილი ბილი. ბილი? რა უცნაური სახელია ადამიანისთვის. არა უშავს ძვირფასო, Wednesday ძალიან ბედნიერი იქნება. ზუსტად, შეძლებს თავისი ასაკის ადამიანთან ერთად დროის გატარებას. გითხარით, როცა აქ არ ვიქნები, ჩემი სახელი არ ახსენოთ. უბრალოდ გვინდოდა რომ რაღაც გვეთქვა. კარგი, საოცარი ამბავი გვაქვს. საოცარი? ნაკლებად უნდა ისაუბროთ ხალხს. თქვენ ისე დაიწყებთ საუბარს, როგორც ისინი ლაპარაკობენ. შორეული ნათესავი მოდის ჩვენთან. დიახ, ეს შენი მეათე ბიძაშვილია. შენი ასაკისაა. ერთად ჩვენიურად გაატარებთ დროს. თუ გომბეშუებს პროვოკინებს არ აჭმევს, იქნებ ამე გამოსწორდეს. იმედი მაქვს, ჩვენ სტუმარს ძალიან მოეწონება ცხარე წიწაკითა და ტვინით სავსე ყურები. რა თქმა უნდა, მას ეს უყვარს. ვის არ უყვარს ისინი? განსაკუთრებით ჩემი საყვარელი შებოლილი სისხლიანი соусით. იმედი მაქვს, სტუმარს ბევრი კოშმარი ესიზმრება. ყოველი შემთხვევისთვის, კინით გატენბალის მოვიტან. ყველაზე საშინელი სიზმრები ექნება. ასე რომ, აუცილებლად უნდა წახვიდეთ და ნიანგები გამოკვებოთ და ვეფხვები გაწვნათ. ჩვენს ვეფხვს, ალბერტს, ახალი სატყუ არა ძალიან მოეწონება. შეიძლება საშინელებათა თეატრშიც წახვიდეთ. კი, საშინელი სანახაობა იქნება. ძალიან მნერვიულობ. მაინტერესებს, როგორია ის? როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, საშინელი, პირქუში და ჩუმი. გთავაზობთ ტრადიციული შეშინებით დავხდეთ მას. კარგი, დიდი ხანია ეს არ გაგვიკეთებია. ეს იმიტომ ხდება, რომ სტუმრები რამდენიმე წელიწადში ერთხელ გყავს. კარგი. შენ აქ დადექი. მოდი შენ ცოტა აქეთ გამოიწიე. კარგი, ვაღებ. როგორი არსება ხარ? ვერ მცნობთ? მე ბილი ვარ, თქვენი ნათესავი. გაიგონეთ ეს? როგორ შეგვიძლია რომ გიცნობ თუ არაცოს გვინახი ხარ? კარგი. დარწმუნებული ხარ რომ სწორ მისამართზე მოხვედი? რა თქმა უნდა, როუგის ქუჩა 666, სასაფლაოსთან კვეთაზე. ზუსტად ეს მითხრა დედაჩემმა. კარგი, საინტერესო დასაწყისია. ციცაკა უგემრიელესია. ბილ, რატომ არ ჭამ? კარგი, რა არის ეს? რა არის და? ჩვენი საყვარელი კერძი, ყურები, სისხლიან соусში, ტვინით სავსე. კარგი, მირჩენია ჩაის და ტკბილეულს დაველოდო. ჩაი ტკბილეულით? რა საზიზღრობა? არ თქვა რომ პოპკორნს შევჭამთ და საახალწლო ფილმებს ვუყურებთ. ამას არ გავაკეთებთ? ჩემს მიშულს კარგი იუმორის გზნობა აქვს. ჯობია გვითხრა, რა დაგემართა? რატომ ხარ ასე ჩაცმული? რას გულისხმობთ? მე ყოველთვის ასე გამოვიყურები. და რას ფიქრობს ოჯახი ამაზე? დიახ, ისინიც ასე იცვამენ. თუ ადამიანები ფერად ტანსაცმელს ატარებენ, ეს კარგს არაფერს არ ნიშნავს. სამყაროს აღსასრული ახლოვდება. რა უცნაურები ხართ? ასეა, მაგრამ ამ ტანსაცმლის ცხებისგან არაფრით განსხვავდები. ბავშვებო, სადილი დაასრულეთ? შეგიძლიათ თქვენს ოთახში წახვიდეთ. შეგიძლიათ ერთმანეთი გაიცნოთ, გაერთოთ ან რაც გინდათ ის გააკეთოთ. მე ვამზადებ პროექტს, კერძოდ ცხოველის გაცოცხლება სავსე მთვარის დროს. კარგი შვილო, თუ გამოვა, ნუ გააცოცხლებ დეიდა ნადიას ძაღლს. მას ყველაფრის ხეჭვა უყვარდა. ძაღლს? დეიდა ნადიას. მოდი ფოტო გადავიღოთ ინსტაგრამისთვის. რასაკეთე? სურათს ვიღებ, შეგიძლია ინსტაგრამზე დადო. უბრალოდ არ დაგავიწყდეს ჩემი მონიშნა Strongman 11. სოციალური ქსელები არ მაქვს. რატომ? სულელური გართობაა. ინტერნეტს სამეცნიერო მიზნებისთვის ვიყენებ. და TikTok-ზე რა სიტყვი? ნახე, რა ვისწავლე.
კარგი, რაც უდი შოუა. მოდი, Instagram-ისთვის story მაინც გადავიღოთ. თავიდამანებე, ეს 3 გაფრთხილებიდან პირველია. რა ხდება მესამეს შემდეგ? ამას არავინ გეტყვის, რადგან ამ მომენტის სანახავად არავის უცხოვრია. რატომ ხარ ასეთი არაკომუნიკაბელური? ყოველთვის საქმეზე ვსაუბრობ, ამას პრაქტიკულობა ჰქვია. უცნაური ხარ და შენი იმიჯი პირქუშია. ჩემი იმიჯი ჩემს შინაგან სამყაროს უსვამს ხაზს, შენ კი რატომ ისვამ თუ თვითოშივი? კაშკაშა ტანსაცმელი ნიშნავს, რომ მე კაშკაშა ადამიანი ვარ. გასაგებია, კომპლექსები. მისმინე, როგორ შეგიძლია მთელი ცხოვრება შავი ფერის ტარება? ერთი ფერი მოსაწყენია. აშკარაა, რომ ვერაფერს ხვდები. შავს ბევრი ელფერი აქვს. კარგი. კი, მაგალითად ღია შავი, ნაცრისფერი შავი და ძალიან ღია შავი. საკმაოდ გონიერი ხარ იმ ადამიანისთვის, ვით ჭკვიანად არ გამოიყურება. კარგი, მინდა რომ გამოგიწვიო. ხმლებით ვიბრძოლოთ თუ იქნებ შიშველი ხელებით? არა, გირჩევ გამოწვევა გქონდეს. როგორი იარაღი გვექნება? არა, ეს შავი და მრავალფეროვანი ფერების ჩელენჯი იქნება. და რა აზრი აქვს ამას? ვინ გააკეთებს უფრო მეტ რამეს თავისი ფერით? მაგალითად, შავი ფერის საჭმელი უნდა ჭამო, შავი ტანსაცმელი ჩაიცვა და მე ყველაფერს ფერად ფერებში გავაკეთებ. კარგი, ამ დღის გადარჩენა მაინც შეუძლებელია. ვიცოდი, ყველაზე კაშკაშა კოსტუმები ავიღე. კარგი, ეს დიდად ნათელი არ არის. ესე თუ გამოვეწყობი გარეთ გასვლის შემთხვევა. ეს არის ის, რაც ვჭირდება. ამდენი ფერის გამო თვალები ამომივარდება. იქნებ ისინი ამოვარდებიან, რადგან ყველანაირ უსიამოვნო რამეს ჭამე. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ტვენს გულისხმობ, ისინი მხოლოდ ფრჩხილებს გიცვენენ და არა თვალებს. დიახ, კარგია რომ არ შევჭამე. სიამოვნებისთვის არ გამცირებ, უბრალოდ ძალიან რთულია ნივთების შეხამება ისე, რომ იდიოტს არ დაემსგავსო. კი, მაგრამ მე ამას წარმატებით ვახერხებ. არა, საფრთხობელას გავხარ, რომ ჩიტები დააფრთხო. გაჩვენებ რა არის პრაქტიკული გარდერობი. კარგი. ახლა შენახავ, როგორ გამოიყურება მინიმალიზმი. ეს მინიმალიზმი კი არა, სისულელია. ან შეიძლება ეს აქტივატება იყოს. მაგრამ ამეებით ბევრი ლუკი შეგიძლია შექმნა. პირქუში და მოსაწყენი, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან. აი, საცდები. შავი გაცილებით ღრმა, ვიდრე ჩანს. კარგი, არ ვიცი, მე მოსაწყენად მიმაჩნია. არ მეგონა, რომ გემოვნების სრული უქონობა ასე ძალიან გამაღიზიანებდა. როგორ შეგიძლია ამ ძველი რაღაცეების ყურება? ეს კლასიკაა. ეს მოსაწყენია. ეს ფილმები ყველასთვის არ არის, საერთოდ ვერ გაიგებ. რა არის გასაგები? ეს არ არის საინტერესო. მაშ, რისი ყურება გიყვარს? იქნებ კუნინძების? რა სჭირს კუნინძებს? შენი ფილმები ამას გასწავლიან? ჰია! კი, ეს საკმაოდ ჭკვიანურია. კარგი, კუნინძები ძველი რამაა. არსებობს რაღაც ბევრად უკეთესი, მაგალითად ადამიანიობობა, ბანდიტები, უყურე. რატომ აკეთებ ამ ყველაფერს? კარგი, მინდა ნახო თუ რა მაგარი ვარ. სულ უფრო და უფრო ნაკლებად ვჯერა შენი ადეკვატურობის. Hey, Wednesday, შეხედე რა მაქვს. სამწუხაროა რომ ვერ გასინჯავ. ფერადია, სუნი მაინც შეიგრძენი. ეს ამას ვზენია. როგორ შეიძლება ამის ჭამა? როგორი მოზარდი ხარ? ყველა ბავშვს უყვარს ტკბილეული. არა მგონია რომ ეს საზიზღარი რამ რაც მოიტანე, გემრიელი იყოს. კარგი, რას ჭამა ბა? ის არა მხოლოდ შავი და გემრიელია, არამედ ძალიან მუქიცაა. ჩვენი ოჯახი ამას განსაკუთრებული სიამოვნებით მიირთმევს. ჭიები და ვიღაცის თვალები. ეს საჭმელი მხოლოდ საშინელებათა ფილმებისთვისაა. როგორ შეგიძლია ამის ჭამა? უცნაურია, რომ ამას შენ სახლში არ მიირთმევენ. ყველა ადამიანს უყვარს. ჩვენ გვაქვს გემოვნება თქვენგან განსხვავებით. თქვენს გემოვნებაში რაღაც არ არის რიგზე. ამას აღარ შემიძლია გაუძლო. კარგია, რომ უკვე შაქარში ჩაფლული ფრჩხილები შევჭამე, თორემ ბიჭს კრუნჩხები დაევართებოდა. ვიცი, შავფერს ტანსაცმელსა და საჭმელს შევუხამებ, მაგრამ გართობასთან მას ნამდვილად ვერ შეახამებ. ცდები, ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვენი გართობა ჩავფერთანაა კავშირში. გართობა ყოველთვის დღესასწაულია და რაღაც ნათელი. კარგი, ჩვენს ოჯახში ესე არ არის. კარგი, დავამტკიცებ, რომ ფერადი გართობა ბევრად უფრო უკეთესია, ვიდრე შენი მუქი. ან ისევ გააფუჭე ყველაფერს. კარგი, ყველა თავისებურად მოიფიქრებს გართობას.
აუცილებელია თვალდახუჭული ვიყო? წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გასაკვირი არ იქნება. არ მიყვარს სიურპრიზები, რადგან მშობლებმა მითხეს, რომ ძმა მეყოლებოდა. მაგრამ ეს სიურპრიზი აუცილებლად მოგეწონება. რა გაუკეთე ჩემს ოთახს? რამდენიმე ნათელი ფერი დავამატე. ახლა გაჩვენებ რა არის ნათელი ფერები. მოიცა. შევთანხმდით რომ ყველა მოიფიქრებდა და რაიმე სახალისოს გააკეთებდა. მე შენაირი გომბეშუების გაჭყვეტა მომწონს. ეს საუკეთესო რამაა, რაც შეგიძლია რომ მოიფიქრო. გართობა საკმაოდ ბნელია. კარგი, მოიცა. დამაცადე, გაერთობი, ნახავ. გავერთობი? კი. ადამსების ოჯახისთვის ეს არგუმენტი არ არის, მაგრამ კარგი. ბავშვებო, ახალი წელი მოდის. მინდა მოგილოცოთ და ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ. გთხოვთ, უსაფრთხოდ იყავით და დაემშობლებმა ყველაფერი გიყიდონ. მეც ველოდები თქვენს საჩუქარს. გთხოვთ, გამოიწეროთ ეს არხი. ეს ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება. ძალიან მიყვარხართ. უნდა წავიდე და ამ მრავალფეროვანს ვებრძოლო. მაშ რა აზრი აქვს ამ გართობას? ბიძია გომეს ვთხოვთ რომ ბუშტებიდან ერთ-ერთში რაღაც პატარა დამალოს. მაგალითად, შენი ტვინი. არა, კარგი, გასაგებია. შენი ტვინი ძალიან პატარაა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ბუშტი, რომლის შიგნითაც რაღაცაა დამალული. ვინც პირველი იპოვის, გაიმარჯვებს. ძაღლის წოსვნაც კი უფრო სახალისო ჩანს. კარგი, პირველ გასართობს მე მოვიფიქრებ, შენ მეორეს. კარგი, მოდი წარმოვიდგინოთ, რომ ეს საშინაო დავალება წამების თემაზეა. მალე დავბრუნდები. ბიძია გომეს. ნუ ღელავ, ერთი თხოვნა მაქვს, დიდი ხანი არ დაგჭირდება. დრო მექნება უკან დასაბრუნებლად, მეზობლებთან საუბარი ჯერ არ დაგვისრულებია. რა ხდება აქ? კარგად, ხარ ჩემო ქალიშვილო? ძვირფას სიცოცხლეს ვეჭიდები. არ ინერვიულო, ეს მხოლოდ თამაშია. დამალე ეს ერთ-ერთ ბუშტში და ჩვენ ვეცდებით ვიპოვოთ. კი, ჯერ ასე ბუშტებს გახედავთ, შემდეგ კი ნამსხვრების ჭამას დაიწყებთ და Wednesday უკონტროლო გახდება. ყველაფერი კონტროლ ქვეშ გვაქვს. სულელური გართობისადმი სამეცნიერო ინტერესია. იმედია გადამდები არ არის. წმინდაო სიკვდილო, არ მჯერა რომ ამას ვაკეთებ. ფრთხილად იყავი, Wednesday, შენზე ნერვიულობ. ნუ იზამ ისე რომ დაბადების დღეზე ვარდისფერი ნაყინი და აქტიობების მენეჯერი მოგინდეს. შეგვიძლია დავიწყოთ შენი დაუსრულებელი გართობა? კარგი, აღფრთოვანება მაშინ დაგეუფლება, როგორც კი გამოცდი და ნახავ. კი, ეჭვის ნატამალიც კი არ მაქვს. კარგი, დავიწყოთ. ჯანდაბა. ვიპოვე. კარგი რა. რატომ? არ მესმის, რატომ? რატომ ის და არა მე? რატომ? რატომ? მე მოვიგონე ეს თამაში. მე უნდა მოვიგო. რატომ? როგორ? მე ყოველთვის მარცხდები ამ თამაშში. რა სამწუხაროა. რატომ არ გიხარია რომ შენ მე მომიგე? არ მაინტერესებს. ეს მოსაწყენია. როცა გეშინია, კიდევ უფრო სახალისოა, ვიდრე ეს თამაში. ძნელია შენი გართობა. კარგი, რა შავი გართობა მოიფიქრე ჩვენთვის? კარგი, ეს შენი ცხოვრების საუკეთესო დღე იქნება. იცი, რატომ მიხარია რომ გარეთ ვართ? თუ შიშით დაისველებ თავს, ვერავინ იგრძნობს მის სუნს. თუ ცუდად ვიგრძნობ თავს, სუფთა ჰაერზე უფრო სწრაფად მოვალ გონს. ნუ მაიძულებ გამოვიცნო რა არის ამ თამაშის აზრი. მაინც ვერ გამოიცნობ. კარგი, რას ვაპირებთ? ახლავე ნახავ. აუ, რას აკეთებ? ეს ჩემი განსაკუთრებული ნაზვის ბაღლინჯუებისთვის განკუთვნილი ნაზვის ხეა. ბაღლინჯუებს გულისხმობ? კი, ჩემი საყვარელი მსუქანი ბაღლინჯუები ჯერ ტანსაცმელს გიჭამენ და შემდეგ კანს. შემდეგ ისინი ტოვებენ ლავრებს და მხოლოდ ამის შემდეგ ჭამენ შენს ტვინს. გამოვიცნობ, ახლა ხუმრობა სიტყვი რომ ტვინი არ მაქვს. ზუსტად, აი რას ნიშნავს ნამდვილი გართობა. მომაშორეთ! რა ჯანდაბაჭირს ამ ოჯახს? იცი, ჩვენს ოჯახურ კავშირებში ეჭვი მეპარება. მოახერხე ჩამორეცხვა? ვერ შევამჩნიე რომ აბაზანაში ჩავარდნენ. შეიძლება სირბილის დროს მიწაზე დაეცნენ. სავარაუდოდ ისინი უკვე შენ კანქვეშ არიან. ამას ნუ მეუბნები. ვიწყებ მათ შეგრძნებას. იყიდე შენი საზიზღარი ნივთები და იყავი ბედნიერი. გემრიელობებს გულისხმობ? ხო, გააჩნია.
წესები იგივეა. მე ფერად ვყიდულობ, შენ კი შავს. გასაგებია ყველაფერი? მე უკვე მეტი ვიცი ამ გამოწვევის შესახებ, ვიდრე შენ. წარმატებები მაშინდან რასაც ისურვებდი შენი თავისთვის. აქ რამდენი რამეა, თავს გიზად გზნობ. კბილეული იდეალური ვარიანტია. Wednesday-საც გავახარებ. მაღაზიები არ მომწონს. ყველას ისეთი სახე აქვს, თითქოს რაღაცით განსხვავებული ვარ. რამე განსხვავებული უნდა ვიყიდო. ტკბილეული არ მიყვარს, მაგრამ ექსპერიმენტები მიყვარს. იმედია მოგება დღის. ეს მჭირდება. მაგრამ მართლა აპირებთ კბილეულის ჭამას გამოწვევისთვის? მიუხედავად ცნობადობისა, ადამსები თავგადასავლების მოყვარულები არიან. შოკოლადის კი რომ მაღიზიანებდეს, მაინც გავიმარჯვებ. აი მოხვედით. შეიძლება ერთი წუთით Wednesday? უნდა განვიხილოთ რა უნდა მოვამზადოთ ვახშამზე. არა. ამას ნამდვილად არ მოусმენ. ასე უცნაურად რატომ იყურებ? მე უნდა გესაუბრო. კარგი. მე ვფიქრობ, რომ ბილი ადამსი არ არის. ვინ არის მაშინ? ის ფეიკია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბევრი ადამიანი იყოს, ვისაც ჩვენი ოჯახის წევრობა უნდა. შესაძლოა ის ჯაშუშია და ჩვენი ოჯახის საიდუმლოების გასარკვევად გამოაგზავნეს. ის ნამდვილად არ ჰგავს ადამიანს, მაგრამ ჯაშუშსაც არ გავს დიდად. კარგი. გაგაფრთხილე, ფრთხილად იყავი და დეტალებს დააკვირდი. იცი, კოკა-კოლა არც ისე ცუდია. სერიოზულად ამბობ? გინდა თქვა რომ დალევ? ცუდი არ არის მისი ექსპერიმენტებისთვის გამოყენება. კარგი. რატომ გონია რომ კაშკაშა არ არის მაგარი? კარგი. ასე ფიქს, მაშინ შევწყვეტ, როცა ყველაფერს შავთეთრად დავინახავ. ვიცი, რაც მოგეწონება აუცილებლად. წავიდეთ. მოდი. სად წამიყვანე? ეს რა არის? ეს ატრაქციონების პარკია. რატომ არის აქ ყველაფერი ასეთი ნათელი? იმიტომ რომ ნათელი ფერები სიხარულს ნიშნავს. კაშკაშა ფერები გონებას გიფანტავს და თვალებს გიბნევს. ამას ვერ ვიტან. ვაუ, ბამბის ნაყინი. შეხედე, ბამბის ნაყინი. მომაშორე, ეს საზისღარი არსება. ჩუდი შუნი ასდის. სუნიანია? სიხარულისა და დიაბეტის სუნი ასდის. Wednesday, სად ხარ? Wednesday? კარგი. რას აკეთებ აქ? ეს სულელდური შუქები აქ დიდად არანათებს. კარგი რა. საერთოდ არ მოგწონს საქაურობა? მხოლოდ ადამიანების კივილი. ისინი სიხარულისგან ყვირიან. მაშინ საერთოდ არ მომწონს საქაურობა. წავიდეთ, ვიცი რომ მოგეწონება. კარგი, საერთოდ არ მოგეწონა? სულელდური გართობა სულელი ადამიანებისთვის. ცხოვრების წესი ჩემთვის არ არის. მე ამაზე ცოტა მეტი ვარ. კარგი, მე ვცადე. რაც გინდათ ისი ფიქრეთ, მაგრამ შავმა ფერმა გაიმარჯვა. კარგი, ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა? სერიოზულად ამბობ? ღამე მშვიდობისა? ნამდვილად არ არის ადამსი, მაგრამ ვინ? რას აკეთებ აქ? რომელი საათია ახლა? დროა ადგე და გამომყვე. რატომ? კითხვები არ დასვა, თორემ უარესი იქნება. სად ვიყავარ? გინდა რომ მომკლა? არა, მე ამას არ გავაკეთებ. უარეს ამას გავაკეთებ. შემოდი. ხედავ, მე გამოწვევის წესებს ვიცავ. შესაბამისი რეაგენტებიც კი შევარჩიე. მაგრამ რატომ? ეს კიდევ ერთი უცნაური გართობაა? ეს გართობა არ არის, ეს ჩემი ცხოვრებაა. კარგი. რას აკეთებ? ახლა ამას გაიგებ და შეგიძლია იგრძნო კიდეც. სასაცილო აღარ არის. ეს ყველაფერი მესიზმრება თუ ყველაფერი სიმართლეა? ახლა ნახოთ, მართალია თუ არა. ამ სიმართლის ერექსირს დაალევ და რამდენიმე კითხვაზე მიპასუხებ. რატომ არის ეს აუცილებელი? რა თქმა უნდა, თუ დასამალი არაფერი გაქვს, მაშინ არაფერი შეგეშინდება. მოდი აქ. არა. კარგი, ვითამაშოთ ბავშვებთან ერთად. ეგ იტყვილად არ ვითამაშე.
კარგი. მეგონა რომ ამ გიჟისგან ვერ დავიმალებოდი. აა! სწრაფად იფიქრე, ბილ. ეს შენ არაფერს დაგიშავებს, თუ შენ ჩვენ არ დაგვიშავებ. რატომ მომეცი სიმართლის ელექსირი? სიმართლის გასარკვევად, რა თქმა უნდა. რა სიმართლე? დიახ, ფერად ტანსაცმელს ვისვამ რომ შემამჩნიონ. კიდევ რა? მიყვარს ემოციური მელოდრამების ყურება. სერიოზული სიმართლე მჭირდება. გარეთ ვშარდავ და არა ტუალეტში, რადგან მეშინია რომ ტუალეტი შემიწოვს. ეს სიმართლე არა. რა სიმართლე გჭირდება? მართლა ადამიანების ოჯახის წევრი ხარ? კი! გულისხმობ რომ სიმართლეს ამბობ? კარგი, რატომ უნდა მოვიტყუო? მაგრამ შენ ადაბსებივით არ ხარ. მე ის ვარ, ვინც ვარ. მეც ოჯახის წევრი ვარ. მომისმინე. დაღარ მომცე ეგ ელექსირი, სიმართლეს მაინც თუ ვიტყვი. მე დავეთანხმე შენ სიდიას გამოწვევასთან დაკავშირებით, შენს დაეთანხმე ჩემსას. როგორი იდეაა? მოდი, ნამდვილ ადამიანსად გადაგაქცევ, ყველანაირი ეჭვის გარეშე. უბრალოდ გასართობად. კარგი, იყოს. აღარაფრის მეშინია. ისე გამოვიყურები როგორც საშინელი ტიპი. შავი ფერი გიხდება. ვაუ, რას ნიშნავს ეს ტრანსფორმაცია? ყოველ შემთხვევაში ის ნამდვილ ადამიანს გავს. სად მიდიხარ? ჭიების საძებნელად ნამდვილ გართობას უნდა დავეუფლო. ვფიქრობ, მისი მშობლები მადლიერები უნდა იყვნენ ჩვენით. კი, მათი შვილი ჩვეულებრივ ადამიანსად ვაქციეთ. 3 2 1 0 თქვენ მისტიკონის სახზე ხარ. მადლობთ მოყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეთ და ლაიქება და ჩვენ გავიქეცით. კარგად. ჭიები ამოვთხაროთ.